დღეს სინდისის ორი პატიმარი ტოვებს საპატიმროებს. რუსთავის ციხიდან გათავისუფლდა ომარ ოკრიბელაშვილი, ლაითურის ციხე კი საბა მეფარეშვილმა დატოვა. ისინი წინა წლის მაისში რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დააკავეს და ბრალი 400 ლარიანი რკინის ჯებირის ჯგუფურად დაზიანების მოტივით წარუდგინეს. მიუხედავად იმისა, რომ ერთმანეთს არ იცნობდნენ და პირველად სასამართლოში შეხვდნენ. ოცნების მთავრობის საჯარო დაპირებების შემდეგ ოკრიბელაშვილმა და მეფარიშვილმა, რომლებმაც დანაშაული აღიარეს, შეწყალების თხოვნით მიხეილ ყაველაშვილს მიმართეს. თუმცა ციხესთან მომლოდინე ოჯახის წევრებს პირობა არ შეუსრულეს და ქართული ოცნების პრეზიდენტმა შეწყალებას ხელი არ მოაწერა. 20 იანვარს კი მათ საპროცესო გარიგება გაუფორმეს, ჯამში ციხეში მათ წელიწად ნახევარი გაატარეს. თუმცა ბახუტაშვილი შემოგვიერთდება ახლა პირდაპირ ეთერში და გათავისუფლებული დემონსტრანტების პირველ განცხადებებს გაგვაცნობს. Კეთი 1 წლისა და 6 თვის ციხეში გატარების შემდეგ ომარ ოკრიბელაშვილმა რუსთავის სასჯელ აღსრულების, ხოლო საბა მეფარიშვილმა ლაითურის საპატიმრო დაწესებულებები უკვე დატოვეს. დღეიდან 20 წლის ომარ ოკრიბელაშვილი და 24 წლის საბა მეფარიშვილი თავისუფლები არიან. მათ სახელმწიფო ბრალდება 400 ლარიანი ჯებირის ჯგუფურად დაზიანებას ედავებოდა. სასამართლომ კი ორივე მათგანი წარდგენილ ბრალდებაში ზიანის ანაზღაურების მიუხედავად გაამტყუნა. სინდისის ორივე პატიმარს საპროცესო შეთანხმება ჰქონდა გაფორმებული, რომლის მიხედვითაც ომარ ოკრიბელაშვილი და საბა მეფარიშვილი წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ იქნენ ცნობილი. მათ სასჯელის სახით 3 წელი განესაზღვრათ, თუმცა 2024 წლის 17 სექტემბერს ამნისტიის შედეგად მათ ეს სასჯელი 2.5 წელი გაუხდათ. აქედან მსჯავრდებულებს წელიწად ნახევარი რეალური სასჯელის მოხდა მოუწიათ. 1 წელი კი პირობითი სასჯელი განესაზღვრათ. ორივე მათგანმა საპატიმროს დატოვების შემდეგ სოლიდარობა გამოუცხადეს სინდისის სხვა პატიმრებს და მალე თავისუფლება უსურვეს. საბა მეფარიშვილმა ისაუბრა იმაზეც, რომ საპროცესო შეთანხმების გაფორმება მას რიგი გარემოებებიდან გამომდინარე მოუხდა, თუმცა ეს მისი სურვილი არ ყოფილა, რადგან თავს დამნაშავედ აღწნობდა. Agora não me tira machine com a carregada. გასახარია, როცა ციხიდან გამოდიხარ. ყველა ადამიანს ხარს უჭერ, ყველა სინდისის დაკავებულს, სინდისის პატიმრებს უბრალოდ ხარს უჭერ. ყველას უსურებ მალე რომ გამოვიდეს ციხიდან, არავის არ უსურებ ასეთ რეჟიმში ყოფნას, რომ იმსახურებდნენ არასამართლიან სასამართლოს დროს გასამართლებას. ყველას ხარდაჭერა სინდისის პატიმრებს ჩემსგან. ვამაყობ რომ ხალხის გვერდით ვიდექი რა. ვამაყობ იმით რომ ყველას გვერდით ვიდექი და სხვაგან მარტო არ ვიდექი რა. უკან არ ვიდექი. მე ამაყება რომ ესეთი ადამიანების გვერდით ვიდექი რა, ესეთი კარგი ხალხის გვერდით და ყველანაირად ნოვეცადოთ ყველა, რომ რამენაირად შევცვალოთ მთავრობის ამოგიდებულებას და დაწუნებული ვარ, რომ მაინც არ შეიცვლება, აქედან გამომდინარე, ან უნდა წავიდნენ, ან ჩვენ უნდა ვაიძულოთ წასვლა. აქციაზე ისევ გნახავთ? რა თქმა უნდა. საპროცესოზე ჩემი წასვლა იყო ძალიან რთული გადაწყვეტილება, იმიტომ რომ არ მინდოდა საპროცესოზე წასვლა, მაგრამ იყო ლაპარაკი წასული ისეთი ჩემზე, რომ ვისანაირადაც დაჭერილი ვიყავი, ჩემი ბრალი იყო, რომ ციხეში იზრდა. ამიტომ მოვაწერე საპროცესო ხელი, რომ გასულიყო თვითონ გარეთ, რომ ჩემთვის მნიშვნელობა არ ქონდა. რომ ვიცოდი, რომ არასდროს კეთებელები არ იყვნენ, მაგიტო 100 წელი ხელს ასაღიარებელი არ ქონდა არაფერი, იმიტომ რომ ისეთი არაფერი არ ჩამიდენია, რომ ციხეში ყოფილიყავი. ქართულმა ოცნებამ ასექვე შეაშინა, ხელით არ მოაწერა, რომ სამჯერ შეუტანინ საბუთები, მაგრამ ხელი არ მოაწერა, მე ოცნების გამოშვებით არ გამოვალ, ასე ამბობდა და ერთი სიტყვით დაამთავრა მისი სასჯელი, ასე ქვია. ქართულ ოცნებას იმას ვეთქვი, რომ დადგეს ამ ხალხის გვერდით და გაანთავისუფლოს პოლიტპატიმრები. ჯერ კიდევ რუსული კანონის საწინააღმდეგო გაზაფხულის აქციებისას დაკავებული საბა მეფარიშვილი და ომარ ოკრიბელაშვილი უკვე თავისუფლები არიან. მათ შინაგან საქმეთა სამინისტროს ბალანსზე არსებული 400 ლარიანი რკინის ჯებირის ჯგუფურად დაზიანებას ედავებოდნენ, როგორც მოისმინეთ, ისინი წარდგენილ ბრალდებაში გამტყუნებულები იყვნენ და საპროცესო შეთანხმების საფუძველზე 1 წლისა და 6 თვის შემდეგ დატოვეს სასჯელ აღსრულების დაწესებულებები. მოისმინეთ პირველი განცხადებები და ემოციები ოჯახის წევრები დახვდნენ საპატიმრო დაწესებულებებთან. უკვე გათავისუფლებულ სინდისის პატიმრებს, მათ სხვა სინდისის პატიმრებსაც მალე თავისუფლება უსურვეს.